აპრილში ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობა 1,12,151-მდე გაიზარდა. BMCG კვლევისი ცენტრის მიხედვით ეს რიცხვი 2026 წლის მარტთან შედარებით მცირედ 0.6%-ით, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 2.1%-ით არის გაზრდილი. თემაზე მეც გიყვებით საქმიან საღამოში. მესტიაში კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად მასშტაბური გამრიცხველიანება დაიწყება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ 1 ივნის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი უარესდება და ხშირია ავარიული შემთხვევები. თბილისში გურამიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი ელმავალ მშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე უძრავ ქონებაზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება. ზონალური ცვლილების შესახებ განაცხადი კომპანია Georgian Railway Service ჯგუფმა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე წარუდგინა. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდოვა და ბეკა ბაცკაძე ვართ. დავიწყოთ. ზემოსვანეთში წლების განმავლობაში არსებული არაკონტროლირებადი ელექტრომოხმარება და კრიპტომაინინგი ზრდა სახელმწიფო სექტორის მხრიდან ადმინისტრაციული ზომების საფუძველი ხდება. მთავრობის გადაწყვეტილებით მესტიის მუნიციპალიტეტში მასშტაბური გამრიცხველიანების პროცესი იწყება, რაც მიზნად ისახავს ქსელის გადატვირთვით გამოწვეული სისტემური ავარიების აღმოფხვრას. ოფიციალური მონაცემებით მესტიის ენერგომოხმარებამ 2025 წელს 133 მილიონ კილოვატ-საათს მიაღწია, რაც ანალოგიური მასშტაბის მუნიციპალიტეტების სტანდარტულ მაჩვენებლს თითქმის 13 ჯერ აღემატება. აღნიშნული დისბალანსი ელექტროსისტემას ყოველწლიურად 20-25 მილიონი ლარის ფინანსურ ზიანს აყენებს, რაც სუბსიდირების მოქმედი მოდელის პირობებში ქვეყნის სხვა აბონენტებისთვის ტარიფის მიღმა დამატებით ფისკალურ ტვირთად აისახება. დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში რეგიონში აქამდე მოქმედი სრულიად უფასო მიწოდების სისტემა იცვლება კოტირების მოდელით, სადაც დადგენილი ლიმიტის ზემოთ მოხმარებულ ენერგიაზე სტანდარტული კომერციული ტარიფი გავრცელდება. რეგიონში არსებულ კრიზისულ დინამიკას ამყარებს ენერგოპრო ჯორჯიას მიერ გამოქვეყნებული გრძელვადიანი სტატისტიკაც, რომელიც ელექტროენერგიის მოხმარების უწყვეტ ზრდას აჩვენებს. 2020 წელს დაფიქსირებული 91 მილიონი კილოვატ-საათიანი მაჩვენებლიდან 2025 წლისათვის ეს მაჩვენებელი 133 მილიონამდე გაიზარდა, რაც 5 წლიან პერიოდში თითქმის 45%-იან მატებას წარმოადგენს. სემეკის მიერ ჩატარებულმა გამანაწილებელი ქსელის აუდიტმა აჩვენა, რომ სისტემის ტექნიკური მდგომარეობა კრიტიკულია. ლოკალურ ქსელებზე არასანქცირებული მიერთებები და კრიპტომაინერების ჭარბი დატვირთვა პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აფერხებს სხვა ეკონომიკური სექტორების განვითარებას. ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საოპერაციო მაჩვენებლების სცილდება ყოველგვარ რაციონალურ ეკონომიკურ ჩარჩოს. 2026 წლის აპრილის მონაცემებით მხოლოდ ამ ერთმა მუნიციპალიტეტმა იმდენივე ელექტროენერგია აითვისა, რამდენიც საქართველოს 15-მა სხვადასხვა რაიონმა ერთად, მათ შორის ყაზბეგის, ონისა და დმანის მუნიციპალიტეტებმა ენერგოპრო ჯორჯიას პროგნოზით ინდივიდუალური და საბალანსო აღრიცხვიანობის სასწრაფო წესით დანერგვის გარეშე ავარიული გათიშვების სიხშირე და ხანგრძლივობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება, რადგან არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს მზარდ დატვირთვას, რომელიც ნორმატიულ მაჩვენებელს 10 ჯერ აღემატება. ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი სრულ საოპერაციო რეჟიმზე გადადის, რის შედეგადაც მაგისტრალის წლიური განმავლობა 5 მილიონ ტონამდე იზრდება. პროექტის ფარგლებში 180 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდა მასშტაბური რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, ხოლო 27 კილომეტრზე სრულიად ახალი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყო. შედეგად იხსნება ახალი ლოგისტიკური მარშრუტი, რაც ხელს შეუწყობს სატვირთო ნაკადების დივერსიფიკაციას ევროპა-აზიის სადერეფნო გასაყარში. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე დედაქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული ცვლილებები იწყება ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების ათვისების მიმართულებით გურამიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი ელმავალ მშენებელი ქარხნის 257,920 კვადრატული მეტრის ფართობზე ახალი საცხოვრებელი კვარტალის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი ზონალური ცვლილების განაცხადი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპანია Georgian
Railway Service ჯგუფმა უკვე წარუდგინა, რომელიც აღნიშნულ აქტივს 2025 წლიდან ფლობს. პროექტი ითვალისწინებს 11-დან 26 სართულამდე სიმაღლის შენობების კომპლექსს, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ესრულება ხაზს უსვამს თბილისის ყოფილი ინდუსტრიული გიგანტების დეგრადაციის პროცესს, ვინაიდან ქარხნის ფინანსური შემოსავლები 2013 წლის 40 მილიონი დოლარიდან ბოლო წლებში $1 მილიონ დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ურბანული და სამშენებლო სექტორის აქტივობა პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის მსყიდველ უნარიანობასთან და შრომის ბაზრის ტენდენციებთან. PMCG კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აპრილში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობამ 1 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 2.1%-იან ზრდას აჩვენებს. თუმცა სახელფასო კატეგორიების ანალიზი მიუთითებს ბაზარზე არსებულ სტრუქტურულ უთანასწორობაზეც. დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი, კერძოდ 34%, კვლავაც 1200-დან 2400 ლარამდე შუალედში პოზიციონირებს. მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფებში, სადაც ანაზღაურება 2400 ლარს აღემატება, ფიქსირდება ზრდა 3.7%-ული პუნქტის მიხედვით გასული წლის განმავლობაში, რაც ძირითადად გამოწვეულია ნომინალური ხელფასების ზრდითა და ინფლაციური პროცესებით. ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული თუ სატარიფო ცვლილებების ფონზე იზრდება საოპერაციო ხარჯები სახელმწიფო სექტორშიც, რაც პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასების მატებასთან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით ივნისის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში უწყებისთვის მისაწოდებელი საწვავის ფასილიტრზე 14 თეთრით გაიზარდა. ფასების ეს კორექტირება გამოწვეულია მაისში პლაცის საერთაშორისო ინდექსის $1127-მდე ზრდით, რაც ფორმულის მიხედვით აისახება შესაწყით ფასზე. საცალო ბაზართან შედარებით, სადაც რეგულარის ტიპის საწვავის ფასი $3 და 65 თეთრს აღწევს, სახელმწიფო უწყებები შესყიდვას $3 და 28 თეთრის ფარგლებში ახორციელებენ, თუმცა გრძელვადიან ჭრილში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სახელმწიფოსთვის საწვავის შესყიდვის ფასილიტრზე საშუალოდ $1 და 2 თეთრიდან $1 და 6 თეთრის დიაპაზონშია გაძვირებული, რაც ზრდის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმდინარე ხარჯვით ნაწილს. ვაგრძელებთ გადაცემა საფონდო ბაზრების მიმოხილვით. პირველ რიგში განვლილი კვირა უნდა შევაჯამოთ, რომელიც გამორჩეულად პოზიტიური იყო. ამერიკული ბაზრისათვის ჩვენ საშუალოდ ვიხილეთ 1.5%-იანი ზრდა და გასულ კვირას ზედიზედ 4-ჯერ მოხსნეს რეკორდები S&P 500-მა და NASDAQ-მა. დღესაც პრინციპში ეს ტენდენცია გრძელდება. ორთავე ძირითადი ინდექსი ავიდა ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე. S&P 500-ს შემთხვევაში მატება გვაქვს +0.11%. NASDAQ-თან მიმართებით კი მატების მაჩვენებელი არის +0.31%-ის ფარგლებში, აი Dow Jones-თან მცირედი კორექციაა -0.23%. აქვე ჩვენ კომპანიებზე შეგვიძლია გადავალოთ თვალი. ცალსახა დღის ლიდერი არის Nvidia, 5%-ით გაზრდილი მისი აქციები, რაც უკავშირდება Nvidia-ს მიერ ახალი პროდუქტებისა და სერვისების წარმოქმნას. მოგეხსენებათ Taipei-ში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე Nvidia-მ წარმოადგინა თავისი ახალი AI პროცესორი, ასევე გამოთვლითი მოდელები და საერთო ჯამში ეს ყველაფერი ინვესტორებს იმდენად მოეწონათ, რომ მისი აქციები ლამის 5%-ით გაიზარდა ერთ დღეში. ასევე კარგი შედეგი აქვს Microsoft-ს, 4%-ზე მეტი არის მისი ზრდის მაჩვენებელი. TSMC-ც აგრეთვე Taipei-ში მიმდინარე მოვლენების ფონზე წინ მიიწევს 5.5% გვაქვს აქ ზრდა. Broadcom-იც ასევე ჩიპების წარმოებელი 3%-იანს დასაჩვენებს და Samsung-ი დღესაც ავიდა ახალ რეკორდზე 10%-იანი ზრდით და $1.5 ტრილიონი შეადგინა უკვე მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ. ბოლო ერთ წელიწადში სხვათა შორის Samsung-მა მოახერხა და პირდაპირ დაიმატა ტრილიონი დოლარის შეფასება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის დაკავშირებული AI ბუმთან, სოფლიოს მასშტაბით ჩიპებზე და მეხსიერების ბარათებზე გაზრდილ მოთხოვნასთან. ყველა კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში წარმატებას აღწევს, არის დაკავშირებული პირდაპირ თუ პირობად AI ინდუსტრიასთან. სხვა მიმართულებით პრინციპში ამ მოცულობის ფულის შოვნა დღეს დედამიწაზე არის უბრალოდ შეუძლებელი. აქვე ევროპაში გადავიდეთ უკვე, სადაც არც დიდად ჩიპების მწარმოებელი კომპანიები ხართ და არც ტექ გიგანტები და ამის ფონზე ევროპული ინდექსი ეცემა დამატებით დღევანდელმა კორექციამ შეადგინა 0.77%. შანხაისაც ყლება აქვს -0.27%-ის ფარგლებში, აი Nikkei-ის ინდექსი შეეხება, იაპონური ინდექსი დღეს ავიდა ახალ რეკორდულ ნიშნულზე და მატებამ დაახლოებით 1% შეადგინა. სხვა შორის Nikkei-ის ინდექსში გვაქვს ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება. პირველი ადგილი დათმო Toyota-მ და ვინ დაიკავა ეს ადგილი, რატომ და როგორ,
ამაზე მოგიყვებით სულ რამდენიმე წუთში. მანამდე კი გადავხედოთ ენერგეტიკულ ბაზარს, სადაც ვოლატილობა პიკს აღწევს. 7%-ით არის გაზვირებული დღეს ნავთობი, რაც უკავშირდება ირანის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებები დასრულდა, თანაც უშედეგოდ და ირანი საერთოდაც გავიდა უკვე ამ მოლაპარაკებების პროცესიდან. ცხადია, ეს ამბავი აჩენს მოლოდინს იმისა, რომ ჰორმუზის სრუტე კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაკეტილი და ეს აძვირებს ნავთობს. ბრენტის ფასი 97 საჭარბებს ამის ფონზე, WTI-ის ფასი $94. ასევე არის გაზრდილი ბუნებრივი ერის ფასიც, საშუალოდ 6.5%-ით, მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება უკვე უახლოვდება 49 ნიშნულს. აქვე ოქროსა და ვერცხლს უნდა ვისაუბროთ. ორთავე მათგანს მინდა გითხრათ, რომ აქვს კორექცია. ოქროს შემთხვევაში ფასი უნციაზე ჩამოვიდა $4,479-მდე, ვერცხლის შემთხვევაში კი ჩამოწდა უკვე ფასი $75 მაჩვენებელს, რადგანაც ინვესტორების მოლოდინები მომავლის პერსპექტივასთან დაკავშირებით მთლად დადებითი ნამდვილად არ არის. კრიპტოზეც ვისაუბროთ, აქაც კორექცია გვაქვს. შემცირებული არის კვირის განმავლობაში ლამის ყველა ძირითადი კრიპტოაქტივის შეფასება. ბიტკოინის ფასი გვაქვს როგორც ხედავთ $71,000 ფარგლებში, ეთერიუმი დაახლოებით $2,000 ივეჭრება, -8% გვაქვს თითქმის. კაპიტალიზაცია ამის ფონზე ეთერიუმის არის 227 მილიარდი, ბიტკოინის კი $1,419 მილიარდი. აქვე კი გეტყვით იმასაც, რომ თუ კი მაგალითად ამ კორექციით სარგებლობა გსურთ და კიდევ შეიძინოთ ბიტკოინი, ეთერიუმი, XRP, BNB და სხვა ნებისმიერი კრიპტოაქტივი, შეგიძლიათ მემართოთ CoinManias, რომელიც არის სხვათა შორის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტო ბირჟა. აქვე ჩვენ ტრადიციულად ლონდონშიც უნდა გადავიდეთ, სადაც ისევ და ისევ მერყეობას და ვოლატილობას ვხედავთ. დღესაც საქართველოს ბანკის აქციები არის შემცირებული საშუალოდ 1.9%-ით. TBC-სთან უფრო მკვეთრი კორექცია გვაქვს, -1.73, რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას. როგორც ხედავთ, მისი კურსი დოლართან არის 2.66, ბოლო პერიოდში საკმაოდ გამყარებული არის. ევროს კურსი არის 3.10, ხოლო სტერლინგის კურსია 3.59. მოკლედ, აი ასეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმის საღამოს დასრულების შემდეგ კი თქვენ წინგალით ტრადიციულად თელარა გელანტიას ავტორ გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გავაცნობთ. ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი და წყალმომარაგება. სემეკმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში შარშანდელი წელი შეფასებულია როგორც მრავალფეროვანი და გარდამტეხი სიახლეებით დატვირთული. როგორ იცავს მარეგულირებელი მომხმარებლის უფლებებს და ყველაზე მთავარი, ხომ არ გაიზრდება კომუნალური ტარიფები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გივი სანიკიძე წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. ლეგენდარული Toyota ტახტიდან ჩამოაგდეს იაპონური საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტი, რომელიც პოზიციას მრავალი ათეული წლის განმავლობაში არავის უთმობდა, მასზე ბევრად ახალგაზრდა და მრავალფეროვანმა კონგლომერატმა უკან მოიტოვა. ვისია საუბარი და როგორ მოიპოვა მან იაპონიის უმსხვილესი კომპანიის სტატუსი, ამას ასაუბროთ ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვერთდება ერეკლეს აღმომშვიდობის. სამები მაყურებელს. 2026 წლის 1 ივნისი მართლაც შევა იაპონიის თანამედროვე ისტორიაში როგორც ტოკიოს საფონდო ბირჟაზე სეისმური ძვრის დღე. დღე როცა ლეგენდარულმა Toyota-მ პირველობა დაკარგა. ეს დღესდილით სესიის გახსნის შემდეგ მოხდა, როცა ტექნოლოგიური ინვესტიციების უბადლო მცოდნემ და ამავდროულად ადგილობრივი ფინანსური ინდუსტრიის ლიდერმა SoftBank Group-მა აქციების რამდენიმე საათში 14%-ით გაზრდა მოახერხა. სწორედ დღეს მისი საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულ 48 ტრილიონ იენამდე, ანუ $301 მილიარდ ავიდა და ოფიციალურად აჯობა ტახტზე მჯდარ Toyota Motor Corporations. Toyota-ს 1927 წელს დაარსებულ ინდუსტრიულ მონარქს, რომლის საბაზრო ღირებულება სესიის მიწურულს 3 ტრილიონი იენით ჩამორჩებოდა SoftBank-ს. ეს ცვლილება მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ გადაწყობაზე, სადაც ტრადიციულ მწარმოებელ გიგანტებს პოზიციების დათმობა ხელოვნურ ინტელექტთან ასოცირებულ კომპანიებთან უწევთ. ამ გადატრიალების არქიტექტორი მასაიშიო სონია. კაცი, რომელმაც ბაზრის მომავალი ლიდერი ჯერ კიდევ 19
91 წელს დააფუძნა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მცირე ზომის კომპანია მალე ტექნოლოგიურ სექტორში იაპონიის ხმად იქცეოდა. ის არც Sony-ა და არც რომელიმე მსგავსი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლეგენდარული იაპონური მწარმოებელი, არამედ ინვესტორია, რომელიც ფულს სწორად აბანდებს და შედეგებსაც იმაზე მალე იღებს ვიდრე სხვები. ციფრებში რომ გადმოვცეთ, 2026 წლის პირველ კვარტალში SoftBank-ის მხოლოდ წმინდა მოგებამ 11.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 3.5 ჯერ მეტი ვიდრე წინა წლის 2025 წლის პერიოდში. როგორ და რანაირად, ეს არის საქმე. ეს ყველაფერი Masayoshi Son-ის ორმა გენიალურმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. პირველი ნდობამ AI-ის განვითარების მიმართ და ფულის ჩადებამ ისეთ ყველასთვის კარგად ცნობილ გიგანტში, როგორიც OpenAI-ა. დიახ, ChatGPT-ის შემქმნელ სტარტაპში, რომლის შეფასებაც 1 ტრილიონს უახლოვდება. იაპონურ საინვესტიციო ფირმას ჯამურად მასში 65 მილიარდი აქვს ჩადებული და წლის ბოლომდე კიდევ 20 მილიარდის ჩადებას გეგმავს. ანუ, როცა OpenAI საფონდო ბირჟაზე გამოვა, მისი შემოსავლების სუმცირე 10%-ს, დაახლოებით 10%-ს, სწორედ SoftBank-ი ჩაიდებს ჯიბეში. Masayoshi Son-ის უპირატესობა ისიც არის, რომ ის მსგავსად სხვა ლეგენდარული ინვესტორებისა კვერცხებს ერთ კალათაში არასდროს ალაგებს. მისი იდეა იყო გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია ARM Holdings-ში ფულის დაბანდება. 2016 წლიდან დღემდე მან არაერთი ინვესტიცია განახორციელა და დღეს უკვე ჩიპების მწარმოებლად ქცეული ბრიტანული ნახევარგამტარების დიზაინერი კომპანიის 90%-იან წილს ფლობს. იმ კომპანიის, რომლის აქციების ფასიც სწორედ საკუთარ შიდა წარმოებაზე გადასვლის დაანონსების შემდეგ, ანუ აპრილიდან გაორმაგდა SoftBank-ის მოგებაც. ეს მართლაც გამორჩეული იაპონური ინვესტორი ფირმა გაჩერებას არც აკაპირებს და ჩიპების მწარმოებელი ARM Holdings-ისა თუ ჩიპების დახმარებით ხელოვნური ინტელექტის განმავითარებელი OpenAI-ის შემდეგ მსხვილი ინვესტიციების ჩადებას ჩიპების კამპუსებში. ანუ მონაცემთა ცენტრებშიც გეგმავს. შესაბამისად, ის გახდება და მოახერხებს იხეიროს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველა ეტაპით და გახდება საკმაოდ სერიოზული მოთამაშე ამ ბაზარზე. თანამედროვე ტენდენციები კი მიუთითებს, რომ ვინც ამ წესით თამაშობს, ის ტახტს კიდევ დიდ ხანს ინარჩუნებს. იაპონიის ეკონომიკა 10 წლების განმავლობაში ტექნოლოგიურ საოცრებებთან, უბადლო ხარისხსა და მრეწველობის სტანდარტებთან ასოცირდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური სასწაულიდან მოყოლებული, ქვეყანამ შეძლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მყარი და გავლენიანი ფინანსური სისტემის აშენებაც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იაპონიას ისეთი სერიოზული გამოწვევების გადალახვა უწევს, როგორიცაა მოსახლეობის დაბერება, დემოგრაფიული კრიზისი, დეფლაციასთან ხანგრძლივი ბრძოლა და იენის კურსის მერყეობა, ქვეყანა მაინც მყარად ინარჩუნებს პოზიციას მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის. დღეს იაპონიის ეკონომიკა უმნიშვნელოვანეს გარდამავალ ფაზაშია. ტრადიციული მოდელი, რომელიც დიდწილად მძიმე მრეწველობას, ავტოწარმოებასა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას ეყრდნობოდა, სულ უფრო მეტად უთმობს ადგილს ციფრულ ეკოსისტემებს, ხელოვნურ ინტელექტს, ნახევარგამტარების წარმოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. სწორედ ეს სტრუქტურული ძვრები აისახება იაპონიის ყველაზე ძვირად ღირებული კორპორაციების რეიტინგში. ისტორიული გიგანტების გვერდით, რომლებიც 10 წლეულებია ქვეყნის ეკონომიკურ ფუნდამენტს წარმოადგენენ, დღეს წინაპლანზე მაღალ ტექნოლოგიური და საინვესტიციო ჰოლდინგები გამოდიან, რომლებმაც უკვე Toyota-ს გადასწრებად შეძლეს. ამჯერად წარმოგიდგენთ უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგს. საუბარი უნდა დავიწყოთ SoftBank Group-ით, იმ კომპანიით, რომელიც სწორედ დღეს გახდა ფაქტობრივად იაპონიაში დიდი ძვრის მომხდარი კომპანია, როგორც აღნიშნეთ, ეს არის გაცილებით ახალგაზრდა კომპანია შედარებით იმ გიგანტთან, რომელსაც შეგვიძლია დამოუკიდებლად და თავისუფლად უწოდოთ Toyota, მისი კაპიტალიზაცია ამჟამად არის 305 მილიარდი და ეს თავიდან ბოლომდე, როგორც წინა ჩართვისასაც აღნიშნეთ, არის თავიდან ბოლომდე დამყარებული იმ ძალიან გონივრულ სვლებზე, რომლებიც 1991 წლიდან მისმა დამფუძნებელმა გადადგა და როცა ვსაუბრობთ სწორად გადადგმულ ნაბიჯებზე, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ იმას, რომ ამ კომპანიამ თავიდანვე აიღო აქცენტი ტექნოლოგიებზე და ძალიან დიდი რისკების სანაცვლოდ ძალიან დიდ შედეგებსაც დებს. მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ სწორედ SoftBank-ი უმაგრებს ზურგს OpenAI-ის, ანუ ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიას, ის არის პირდაპირ დაკავშირებული
ბრიტანულ ჩიპების მწარმოებელ ARMS Holding-თან და ასევე სხვა კომპანიებთან. SoftBank-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი იაპონური საინვესტიციო კომპანია. ჩვენი რეიტინგის რიგით მეორე კომპანია ალბათ არასოდეს არ გაგიგიათ და არ გინახავთ, რადგანაც ის საკმაოდ ახალი მოთამაშეა ბაზარზე, მაგრამ მოახერხა რომ იაპონიაში რიგით მეორე ყველაზე მსხვილი კომპანია. გამختارიყო და სხვადასხვა სწორედ ბოლო სავაჭრო სესიაზე Toyota-სთვისაც გადაესწრო რამდენიმე მილიონი დოლარით. ეს კომპანია არის Kioxia, რომელიც არის წარმოდგენილი ნახევარგამტარებისა და მეხსიერების ბარათების სექტორში. მისი კაპიტალიზაცია შეადგენს 258 მილიარდ დოლარს და ეს კომპანია იმდენად ახალია, რომ მისი IPO შედგა საფონდო ბირჟაზე რეალურად 2024 წელს. ანუ 2024 წლამდე პრინციპში ინვესტორებს შეხებაც კი არ ჰქონიათ დიდად ამ კომპანიასთან. მისი ზრდის მაჩვენებელი წლიურად 100%-ს აჭარბებს და რა თქმა უნდა უკავშირდება მეხსიერების ბარათებზე გაზრდილ მოთხოვნას და AI ბუმს. კერძოდ ეს კომპანია აწარმოებს SSD-ს, RAM-ის და NAND-ს ტიპის მეხსიერების ბარათებს. ყოველი მათგანი დღეს არის ძალიან დიდ დეფიციტში და მოთხოვნაში და ამ ყველაფრის ფონზე კომპანია შეუძლია რომ საკმაოდ დიდი მოგების ანაზღუდაც გაყიდოს თავისი პროდუქცია. სხვათაშორის ეს კომპანია პირდაპირ კონკურენტია სამხრეთ კორეული SK Hynix-ის და ასევე Samsung-ის მხოლოდ მეხსიერების ბარათების წარმოების სექტორში. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ვინც კი ოდნავ მაინც შეხებაში იყო AI-სთან, ბოლო პერიოდში აღწევს რეკორდულ მწვერვალებს. და ვინც ოდნავ შეხებაში მაინც არის საავტომობილო ინდუსტრიასთან, ეცოდინება ის კომპანია, რომელიც სიაში ამჟამად მესამე ადგილზეა, მაგრამ როგორც არაერთხელ გვითქვამს, ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა იაპონიის საფონდო ბირჟაზე პირველ ადგილს ყველაზე დიდი კაპიტალიზაციით. საუბარი გვაქვს Toyota-ზე, საავტომობილო ინდუსტრიის ლეგენდაზე, რომელიც 1927 წელს დაფუძნდა და ფაქტობრივად იყო, არის და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ბრენდად, რომელიც ასოცირდება ხარისხთან. სწორედ Toyota-s მიერ შექმნილი არაერთი ცნობილი ავტომობილი, მათ შორის Land Cruiser, არის ერთ-ერთი სიმბოლო ხარისხისა, სიმბოლო სიმდიდრისა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიმართულება, რომელთაც Toyota-მ დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 1997 წელს გამოშვებული Toyota Prius-ით ფაქტობრივად ადამიანების შეიყვანა ჰიბრიდის ტიპის ავტომობილების ინდუსტრიაში, შეაყვარა ადამიანებს ამ ტიპის ავტომობილები და დღეს თუ ხედავთ ფაქტობრივად ამ ტიპის ყველა ავტომობილს ან ნებისმიერ მსგავს ჰიბრიდს, დამსახურებაა იმის, რომ სწორედ ამ კომპანიამ გადადგა ყველაზე გაბედული ნაბიჯი 1997 წელს. მას შემდეგ ბევრმა კომპანიამ სცადა, რომ Toyota-სთვის ამ კუთხით გაესწროს, თუმცა ეს შეუძლებელია. Toyota არის ბრენდი, რომელიც ფაქტობრივად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად აცხადებს, რომ თუნდაც წარმოების პროცესში ცირედი ხარვეზით თუ გამოიკვეთება ნებისმიერი ავტომობილის დამზადებისას, შეწყვიტოს პროცესი, სანამ არ მიიღებს საუკეთესო შედეგს. Toyota რჩება ხარისხის სტანდარტად და ამიტომ ის იკავებს და ალბათ დიდი ხნის განმავლობაშიც დაიკავებს იაპონიის საფონდო ბირჟაზე წამყვან პოზიციას. და ამ რეიტინგში ასევე კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სახელია, მაგრამ არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც თქვენ მას იცნობთ. ეს არის Mitsubishi UFJ Financial, რომელიც სახელიდან გამომდინარე შეიძლება ავტომწარმოებელ კომპანიად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. რეალურად Mitsubishi არის იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგური კონგლომერატი, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსებს, ეს სწორედ ფინანსური კომპანიაა, ასევე მოიცავს წარმოებას, უძრავქონებას და ავტომობილებსაც. ეს კონკრეტული კომპანია, რომელიც ჩვენს რეიტინგში არის მეოთხე ადგილზე, სწორედ ფინანსურ კატეგორიას განეკუთვნება, ის UFJ-სთან შერწყმის შედეგად შეიქმნა და დღეს იაპონიაში ყველაზე დიდ retail საბანკო კომპანიას წარმოადგენს. SoftBank-ი მისი კონკურენტი არ არის, რადგან SoftBank-ი ბანკი არ არის. SoftBank-ი რეალურად არის საინვესტიციო ფონდი, ისევე როგორც Berkshire Hathaway ან თუნდაც მაგალითად Pershing Square-ი, რა თქმა უნდა, Pershing Square-ის ბარათებით არ ვიხდით კომუნალურებს და არც Berkshire Hathaway-ის ფილიალებში არ დავდივართ, ზუსტად ისეთი რამ არის SoftBank-თანაც, მას როგორც ბანკს არავინ არ იყენებს, თუმცა MUFG არის იაპონიაში ყველაზე პოპულარული საბანკო ქსელი, რომელიც 6 სხვადასხვა ფრენჩაიზს აერთიანებს. ჯამურად ეს ჰოლდინგი უკვე მოიცავს დაახლოებით 2 ტრილიონი 700 მილიარდი დოლარის აქტივებს და მისი კაპიტალიზაცია არის 211 მილიარდი დოლარი. სხვათა შორის ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი Wall Street-ის ტიტანის Morgan Stanley-ის
თანამფლობელი, რომლის აქციებიც მან შეიძინა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც მორგანის აქციები ძალიან მკვეთრად დაეცა, მაშინ იაპონიამ გადაწყვიტა 9 მილიარდის ინვესტიცია ჩაედო მორგანში და ამით მოეპოვებინა პოზიცია Wall Street-ზეც კი. აგრეთვე ისიც უნდა ითქვას, რომ MUFG ყავს იაპონიაში ყველაზე მეტი მომხმარებელი, როგორც საცალო სექტორში, ასევე ბიზნეს მიმართულებითაც. და ბოლოს სიაში მეხუთე ადგილზე არის Tadashi Yanais კომპანია. კომპანია, რომელიც ერთ შეხედვით, რომ შევხედოთ სახელს, ალბათ არაფერს გეუბნებათ. Fast retailing-ი საკმაოდ ამერიკული სახელი ჩანს, თუმცა თუ დავასახელებთ ასეთ სახელს Uniqlo-ს, მაშინ მივხვდებით, ვიზეც არის საუბარი. ბრენდზე, რომელიც ასოცირდება იაპონურ ტანსაცმლის ხარისხთან. ბრენდი, რომელიც აწარმოებს იმ სამოსებს, რომლებიც ძალიან მოთხოვნადია. ტანსაცმელი, რომელსაც ყველა ადამიანი ყოველდღიურად იყენებს, განსხვავებით სხვა კომპანიებისაგან, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში ახალ-ახალ ტენდენციებს ქმნიან და ამის შემდეგ ფაქტობრივად საკმაოდ რისკავენ ამის გამო, Uniqlo-ს თავისი სტილი აქვს, სტილი, რომ შესთავაზოს მომხმარებელს საუკეთესო ხარისხი და ის, რაც მას რეალურად სჭირდება. არავით არის რისკები, არავით არის ზედმეტი ტვირთის აღება, შესაბამისად, მას აქვს საფუძველი იმისა, რომ იყოს ამ სიაში მეხუთე ადგილზე 155 მილიარდით. Fast retailing-ი გამოირჩევა თავისი ხარისხით და გამოირჩევა, რაც მთავარია, იმით რომ ის თლიანად წარმოებიდან გაყიდვის პროცესით დასრულებული ყველაფერს თავად აკონტროლებს და დამსახურებულად არის ჩვენ სიაში. მოკლედ, აი ასეთია ტრეიდინგი 5 უმსხვილესი იაპონური კომპანიისა, ჩვენ კი საქმეს აღამოს ვაგრძელებთ სხვილ კომპანიებზე საუბრით. 2009 წლის 1 ივნისს ავტომობილურ ინდუსტრიაში ამერიკული კონცერნის General Motors-ის გაკოტრებამ ისტორიული მასშტაბები შეიძინა. კომპანიამ სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადი წარადგინა, სადაც ოფიციალურად დააფიქსირა 82.3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები და კოლოსალური 172 მილიარდ 800 მილიონი დოლარის მოცულობის ვალი. ეს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მეოთხე უმსხვილესი გაკოტრების შემთხვევა, რამაც წერტილი დაუსვა GM-ის 77 წლიან უწყვეტ დომინირებას მსოფლიო ავტობაზარზე, სადაც ის წარმოების მასშტაბებით უპირობო ლიდერი იყო, ვიდრე 2008 წელს პოზიციებს იაპონურ Toyota-ს დაუთმობდა. კრიზისის მასშტაბიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კომპანიის ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად უპრეცედენტო ფინანსური ინტერვენცია განახორციელა და მის გადასარჩენად 49.5 მილიარდი დოლარი გამოყო, რასაც კანადის მთავრობის მხრიდან კიდევ 9.5 მილიარდი დოლარის დახმარება დაემატა. ამ ნაბიჯით სახელმწიფომ რეორგანიზებული კომპანიის აქციების 61% მიიღო. რესტრუქტურიზაციის პროცესი უკიდურესად მტკივნეული მაინც აღმოჩნდა. ცხადია, კომპანიამ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 21,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გააუქმა და 12-ზე მეტი ქარხანა დახურა. წარმოების ოპტიმიზაციის მიზნით GM-მა მთლიანად უარი თქვა 4 საკულტო ბრენდზე, მაშინ Pontiac-ზე, Saturn-ზე, Hammer-ზე და Saab-ზე. რამაც მას საშუალება მისცა, რომ რესურსები დარჩენილი 4 ძირითადი მიმართულების Chevrolet-ს, Cadillac-ის, GMC-ის და Buick-ის გარშემო გაერთიანებინა. ამ მოვლენებიდან 17 წლის შემდეგ 2026 წელს General Motors-ის სრულიად შეცვლილი ბიზნეს მოდელით ოპერირებს და ძველი ფინანსური კრახი ახალი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის საფუძველი გახდა. ოდესღაც შიგაწვის ძრავებზე ორიენტირებული გიგანტი ახლა მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს ელექტრომობილების მიმართულებით. კომპანია ბაზარზე წარმატებით დაამკვიდრა საკუთარი ულთიუმ ბატარეის არქიტექტურა და ისეთი მოდელები, როგორიცაა Cadillac-ის და თავის დროზე გაუქმებული Hammer-ი, სრულად ელექტროფიცირებული მაღალტექნოლოგიური ვერსიები დააბრუნა, თუმცა ისინი არც ისე პოპულარულია ბოლო წლებში. 2009 წლის კრიზისის ზუსტი ციფრები დღეს ავტომობილურ ინდუსტრიისთვის იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოებრივმა მხარდაჭერამ და მკაცრმა რესტრუქტურიზაციამ კომპანია გლობალური პროგრესის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. ვაგრძელებთ გლობალურ ბიზნესის საუბარს და დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დამსახურებულად არის NVIDIA. ტაიპეიში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე GTC-ზე NVIDIA-მ წარადგინა ახალი პროდუქტები, სერვისები და მათ შორის ყველაზე საინტერესო, რამაც ინვესტორების ყურადღება მიიპყრო, იყო ახალი და NVIDIA-ს ისტორიაში პირველი კომპიუტერული CPU პროცესორი. CPU ნიშნავს ტრადიციული გაგებით ისეთ პროცესორს, როგორსაც აწარმოებს მაგალითად Intel, AMD ან თუნდაც Apple, M სერიის კონკურენტი მაგალითად.
NVIDIA-მ წარმოადგინა ცოტა უცნაური CPU, ის არ არის ჩვეულებრივი i5 ან Ryzen 7. ეს არის RTX Spark-ი, რომელსაც აქვს 128 გიგაბაიტიანი ჩაშენებული, გაერთიანებული RAM-ი. მსგავსი RAM არასდროს არ გვინახავს. ამავდროულად მას აქვს 6154 გრაფიკული დირთვული პროცესორი და RTX 5070 GPU-ს სიმძლავრის გამოთვლითი შესაძლებლობა თავად პროცესორშივე ჩაშენებული. აქვე ჩნდება ძალიან ლოგიკური შეკითხვა, ვის რა ჯანდაბად უნდა ასეთი კომპიუტერი. ან რა ღირს? რა ღირს არ ვიცი, ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ ვის რა თუნდა, ამის პასუხი აქვს Jensen Huang's, რომელიც ამბობს, რომ კომპიუტერების ეპოქა დასრულდა და დაიწყო აგენტების ეპოქა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ პროცესორით აღჭურვილ კომპიუტერზე უნდა გავუშვათ AI აგენტები, რომლებიც თავად შეასრულებენ საქმეს და იქ ადამიანის ხელების ფათური საჭირო აღარ იქნება. ასეთი იყო მისი ძირითადი სათქმელი. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ RTX Spark-ი არქიტექტურული ნიმუში აჩვენა, სახლის არქიტექტურა თავად გააკეთა ყველა პროგრამის გამოყენებით, რომელიც ეჭირა. კი, ზუსტად კარგი დემო იყო ეგ, სადაც აგენტმა, რომელსაც დაუკვეთეს, რომ შეექმნა სახლის არქიტექტურა, დაეხადა ფერების შექმნისა. თავიდან ბოლომდე ჩააბარა დამკვეთს მთლიანი პროექტი. აი ეს არის აგენტი. როგორც Jensen Huang ამბობს, ის დრო, როდესაც პროფესიონალი იჯდა კომპიუტერთან და 5 პროგრამაში რაღაცას აწყობდა და საბოლოო ჯამში დასრულებულ პროდუქტს აგზავნიდა მეილით ან დრაივით, ეგ დამთავრებულია, ახალი ეპოქა დაიწყო და ახალ ეპოქას სჭირდება ძალიან მძლავრი პროცესორები და პროცესორების ბაზარზე NVIDIA შედის საკმაოდ ხმაურიანად და თამამად. RTX Spark სავარაუდოდ ძალიან კარგი გეიმინგ შესაძლებლობებიც ექნება, მაგრამ წესით ის იმდენად ძვირი იქნება, რომ მისთვის ალბათ არავინ არ იყიდის, ისევ ალბათ Ryzen 7-დან 9-ზე დარჩებით გეიმერები, RTX Spark-ი უფრო AI აგენტების მოყვარულ ადამიანებს გამოადგებათ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ვებ დეველოპერებს და თუნდაც არქიტექტორებს, რომლებმაც უკვე იხილეს რა შეუძლია. სიამოვნებით RTX Spark-ს გავტესტავდი ნებისმიერ თამაში. კარგი, მთვარეზე გადავინახოთ მთვარის კოლონიზაციის და ასე ვთქვათ, გეგმები, რომელიც ამ შემთხვევაში აქვს NASA-ს და NASA-მ მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენების გეგმა წარადგინა. პროექტის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე რობოტული მოდულები, დრონები და სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები გაიგზავნება, რაც შეეხება იქ ადამიანების დამკვიდრებას დაახლოებით 2029 წლიდან უნდა დაიწყოს უკვე მთვარეზე ადამიანების დამკვიდრების პროგრამაც, ხო, ჩასახლება, რომლებიც იქ გარკვეულ სამუშაოებს შეასრულებენ. მას შემდეგ, რაც მთვარეზე ასტრონავტები ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად დადგამენ ფეხს, ჯერ რობოტები გაემგზავრებიან და ტექნოლოგიები, რომ იქ რაღაც გარკვეული ბაზა მოეწყოს და შემდეგ ადამიანები. სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯარედ ისააკმანმა კაფეოდ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები ბაზების მშენებლობას დაასრულებს, ის ხელში ჩაგდებულ უპირატესობას ხელიდან არასოდეს გაუშვებს, პრაქტიკულად დაიმკვიდრებს თავს მთვარეზე და იქ არავის ჩასვლა არ იქნება მიზანშეწონილი და სტუმართ მოყვარეობა მოკეთ მთვარეზე არ ეცოდინებათ ხოლმე ამერიკული. ცოტა ისტორიული პარალელები გავახსენდა. განთავსებული. დასთან დაკავშირებით. აი კონტინენტებთან დაკავშირებით, კონტინენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით. კი ბატონო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ სააგენტო ტექნიკის შესაქმნელად კონტრაქტორები არიან კერძო კომპანიები, მაგალითად Jeff Bezos-ის Blue Origin-ი, ასევე არის ინსტიტუტი Machines და Astrobotiki, რომელთანაც გააფორმა NASA მხარშეყოლებები, ეს კერძო კომპანიები დაეხმარებიან SpaceX რაღაც მიმართულებებით. აქ არ არის. არ არის ამ პროცესში SpaceX-ის სხვა მიმართულებით ეხმარება, Mars-ი არის უფრო მათი, ასე ვთქვათ, ინტერესის სფეროში, თუმცა სავარაუდოა, რომ SpaceX-ის ექსპერტიზაც დასჭირდეს. აუცილებლად, იმიტომ რომ ვადები საკმაოდ შემჭიდროებულია და სხვა შორის. თან Blue Origin წინაკვირას იმხელა რაკეტა აუფეთქდა. საშინელი კადრები იყო, ნუ მსხვერპლი არ ყოფილა ადამიანური, თუმცა მაგრამ ფინანსურად დიდი დანაკარგი იყო და რეპუტაციულადაც. სწორედ ამიტომ ექსპერტებიც ამბობენ, რომ რეალურად თქვა 2029 წელი და 2032 წლიდან უკვე აი რაღაც მასიური დასახლება უნდა იყოს იქ ადამიანებისა და ჯგუფი უნდა საქმიანობდეს. საკმაოდ ოპტიმისტური გათვლებია, თუმცა NASA ყოველ შემთხვევაში ამაზე უარს არ ამბობს. 20 მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე პროექტის პირველი ფაზა 2029 წლამდე გაგრძელდება, ანუ იქამდე სანამ რობოტები ააშენებენ გარკვეულ ბაზას. ეს ეტაპი 25 კოსმოსურ გაშვებას და მთვარეზე 4 ტონა ტვირთის გადაზიდვას გულისხმობს და სააგენტოს გეგმით Blue Origin-ის მოდულმა
endurance-მა, უსაფრთხო დაშვება და დამოუკიდებლად ნავიგაცია უნდა უზრუნველყოს, ხოლო ასტრორობოტიკის აპარატი Griffin 1 სამხრეთ პოლუსზე მდებარე ნობილეს კრატერზე დაჯდება, სადაც მოეწყობა ეს ვთქვათ ბაზა, რადგან ნობილეს კრატერი ისეთი მდებარეობა აქვს მას, რომ უბრალოდ რადიაციული ფონი, რომელიც არის მთვარეზე, იმ კრატერში არ ხვდება, სხვა ადგილას უბრალოდ ამ ბაზის მოწყობა მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია. მოკლედ გეგმები მასშტაბურია. NASA-ი ნახოთ დაასწრებს თუ არა ყველას NASA მთვარის ჩვენი თანამგზავრის კოლონიზაციას და გაისეირნებს თუ არა. არა, საქართველოს ასტრონავტთა სააგენტო დაასწრებს. სადაც. ჩვენ ჩასულები. ჩვენ უკვე ვიყავით იქ და მოგვბეჭდა. ხო, სანამ Blue Origin-ი მთვარეზე აპირებს კოლონიების აშენებას NASA-სთან ერთად, Berkshire Hathaway, ყველაზე დიდი საინვესტიციო ჰოლდინგი, რომელსაც წლების განმავლობაში უძღვებოდა Warren Buffett-ი, ყიდულობს ძალიან მოსაწყენ ბიზნესს. ეს ბიზნესი არის Taylor Morrison-ი, რომელიც ამერიკაში არის ძალიან დიდი დეველოპერული სამშენებლო კომპანია, რომელიც აშენებს საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს. მოკლედ, Berkshire-ს ძალიან უყვარს ასეთი მოსაწყენი ბიზნესები, რადგანაც Berkshire-ში ესმით, რომ ხშირად ყველაზე დიდი ღირებულება არის სწორედ მოსაწყენ ბიზნესებში. ამ კომპანიის სანაცვლოდ Berkshire-მა გადაიხადა 6.8 მილიარდი დოლარი და ეს არის Greg Abel-ის პირველი 100%-იანი შესყიდვა, რომელიც მან განახორციელა CEO-ს პოზიციიდან. მოკლედ, Greg-ს განსჯიან სწორედ აი ამ პირველი გადაწყვეტილებით ინვესტორები, როდესაც უკვე მომავალ კვარტალში ვნახავთ შედეგებს. ჯამში 24%-იანი პრემია გადაიხადა Berkshire-მა ამ კომპანიის სანაცვლოდ და ტოტალური კაპიტალიზაცია ახლა ამ პოზიციის შეადგენს 8.5 მილიარდ დოლარს. დიდად ეს შემზარავით არ არის იმის გათვალისწინებით, რომ Berkshire არის ტრილიონიანი ჰოლდინგი და მას ნაღდი ფულის სახით უჭირავს 400 მილიარდი დოლარი. თუმცა ეს კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რა დონის დისციპლინა აქვს Greg Abel-ს, რომ 400 მილიარდი აქვს და ხარჯავს მხოლოდ 6.8 მილიარდ დოლარს. კიდევ ძალიან ბევრი კომპანიის ყიდვა შეუძლია მას, მაგრამ არ ჩქარობს, რადგანაც ყოველი შეცდომა შეიძლება ძვირად დაუჯდეს მას და თანაც Buffett-ს როდესაც გადარებენ და მას როდესაც უნდა აჯობო, მაშინ გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ რთულია. კი. დღეიდან საქართველოში ფუნქციონირებას იწყებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის კონსოლიდირებულ და ცენტრალურ შესყიდვებს განახორციელებს. შესაბამისი წესები, ოპერირების პირობები და ბაზრის კვლევის პროცედურები საქართველოს მთავრობამ 29 მაისს მიღებული რამდენიმე დადგენილებით განსაზღვრა. უწყება პასუხისმგებელი იქნება როგორც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებაზე, ისე მსხვილი შესყიდვების ორგანიზებაზე. უცხოელმა ინვესტორებმა ლარში ნომინირებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საკუთარი დაბანდებები გაზარდეს. ამ შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. მათივე თანახმად, არარეზიდენტების საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა 2026 წლის 1 ივნისისთვის 867 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც ბოლო ერთ თვეში 311 მილიონი ლარის ზრდას წარმოადგენს. თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. მერის გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, ღირებულება კი 1.220.000 ლარია. პროფეზეშკიანია. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. მსოფლიო ამბებზეც ვისაუბროთ და დავიწყოთ ირანის პრეზიდენტით მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე მანამდე დარჩება, სანამ ცოცხალია. ამის თაობაზე გავრცელა ინფორმაცია ისლამური რევოლუციის გუშახთა კორპუსთან დაკავშირებულმა მედიამ. მან თქვა, რომ ის არასდროს მიატოვებს ქვეყანას, ქვეყნის საჭიროებებს და სანამ მის სხეულში არის სული, ყოველთვის რა თქმა უნდა იქნება ამ თანამდებობაზე და ირანელი ხალხის კონსოლიდაციას და თავმოყრას, ასე ვთქვათ, ერთი მიზნის გარშემო აუცილებლად გაუწევს წინამძღოლობას. ეს იყო ირანის პრეზიდენტის პასუხი უცხოურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომელთა მიხედვითაც ის თანამდებობის დატოვებას გეგმავდა. ინფორმაცია პრეზიდენტის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით ბრიტანეთიდან მომუშავე უცხოურმა გამოცემა Iran International-მა გავრცელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა X-ზე დაწერა, რომ ეს არის მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, სიცრუე და პროვოკაცია და პრეზიდენტი ირჩება დაკავებულ თანამდებობაზე და ის არ გეგმავს თანამდებობიდან გადადგომას მანამ, სანამ
ის ცოცხალია პრინციპში დაადასტურა ბატონი მასუდის სიტყვები. ასე მთავრობის სპიკერმა იქზე დაწერა, რომ ფეზეშკიანის ადმინისტრაციამ რთულ დღეებში დაამტკიცა ხალხის გვერდში დგომა და ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მისი ყოველდღიური საქმის და ცხოვრების ნაწილია და ყოველთვის რა თქმა უნდა ამ თანამდებობაზე დარჩებაო. მან ასევე აღნიშნა, რომ ან ცოცხალი იქნება და ამ თანამდებობაზე, ან მეწამეობრივად შეეწირება პოსტს, რომელზეც ახლა იმყოფება. ხო არა და საპირისპირო ცნობებიც მოვისმინოთ, თითქოს მას უბრალოდ თავის დაღწევა და გაქცევა სურდა ამ ყველაფრიდან, რა არის სიმართლე, ძალიან რთული დასადგენია. ასევე უკვე ძალიან რთული დასადგენია ის თუ რა ხდება საერთოდ მოლაპარაკების პროცესში, რადგანაც ჩვენ ეს ეჭვები წინა კვირასაც გამოვთქვით, რომ ირანში ვერ გავიგეთ ვინ იყო ხელმძღვანელი. პრინციპში ამ ამბავმა ეს ყველაფერი დაადასტურა და ახლა უკვე ახალი ცნობები წამოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაც საერთოდ აღარც კი უნდა მოლაპარაკებებში მონაწილეობა და შეწყვიტა ოფიციალურად ირანმა მონაწილეობა შუამავლების გზით ამერიკასთან მოლაპარაკებაზე, ასე ვთქვათ, პროცესის გაგრძელებაში. მათ თქვეს, რომ მათ აღარ უნდათ საერთოდ ამ საკითხზე მსჯელობა და საუბარიც კი, რადგანაც როგორც ისინი ამბობენ, ამერიკამ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმება უკვე არაერთხელ, ბოლო თავდასხმები განხორციელდა განვლილი 24 საათის განმავლობაში, რასაც ამერიკა ხსნიდა რეალურად გარდაუვალი საფრთხის მოგერიებით და არც პირდაპირ თავდასხმით, რაც ზოგადად მიიჩნევა თავდაცვად. შესაბამისად, თუ კი აქტი არის თავდაცვა, ეს არ ნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმება დაირღვა, თუმცა როგორც ჩანს, ირანში ცოტა განსხვავებულად ესმის და ახლა უკვე ყველა ირანული მედია წერს იმას, რომ მოლაპარაკებები არის გაჩერებული, ჰორმუზის სრუტე სრულად ბოლომდე განუსაზღვრელივადი ჩაიკეტება, რა მოხდება აბსოლუტურად გაუგებარია და როგორც კი ეს ამბავი გავრცელდა დღის განმავლობაში მახსოვს, როდესაც ეს ამბავი გავრცელდა, ნავთობის ფასი მყისიერად ფაქტობრივად პირველი ჰედლაინის გამოჩენასთან ერთად გაიზარდა 7%-ით და იქ არის ამ წუთასაც, რადგანაც ამ ინფორმაციის ასე ვთქვათ, გასაქარწყლებელი საპირისპირო ინფორმაცია ჯერჯერობით არც დასავლურ და არც ირანულ მედიაში არ გამოჩენილა, ამიტომაც ეს არის დღევანდელი მოცემულობა. მოლაპარაკების პროცესი არის გაჩერებული. ხო, თუმცა აქვე დონალდ ტრამპის განცხადება ვრცელდება და პოზიცია, მით უმეტეს რაღაცა დამამბნეველი პროცესია და ტრამპმა ირანთან ასე ვთქვათ, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ვაშინგტონის მთავარი პირობები გააჟღერა. იქიდან ამერიკა აჟღერეს პირობებს და აქედან მოლაპარაკებებისთვის ზაობა არ არის. ნუ მთავარი პირობები პრინციპში უცვლელი, ანუ სიახლე ბევრი რამე არ არის. ერთი არის რომ ატომურ მიმართულებაზე ირანმა სრულად და სრულმასშტაბიანად უნდა თქვას უარი, ასე ვთქვათ, უპირობოდ უნდა გაიხსნას მეორე პირობა არის ჰორმუზის სრუტე, იქ აღდგეს ნაოსნობა და იქ რაღაცა კომერციული ინტერესი არც ერთ ქვეყანას არ შეიძლება რომ ჰქონდეს. ასევე ტრამპმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის ქვეშ საცავში არსებული გამდიდრებული ურანი ტექნოლოგია მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს აქვს იმისთვის, რომ ეს ურანი აიღოს და ქვეყნიდან გაიტანოს, შესაბამისად ირანს მოუწევს, რომ მესამე მხარის ჩართულობით მოხდეს ეს პროცესი, ეს მხარე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, ალბათ ეს მოლაპარაკებების პროცესის შემდგომი ეტაპია. ასევე ტრამპმა ფინანსებთან დაკავშირებით ისაუბრა, ანუ სანქციების მოხსნაზე და თქვა, რომ ეს არ არის პირველი რიგის, ასე ვთქვათ, საკითხი, რომელზეც საუბარი შეიძლება შედგეს, ჯერ უნდა იქნეს მიღწეული შეთანხმება და ამის შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება, რა თქმა უნდა, საუბარი. რაც შეეხება თეირანის პოზიციას, აი ამ ზუსტად განცხადებაზე, რომელიც ტრამპმა გააკეთა, მანამდე სანამ გავიგებდით, რომ საერთოდ მოლაპარაკებების პროცესი არის შეწყვეტილი, ირანის საგარეო უწყების პოზიცია არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზეწოლას აძლიერებს და ეს მოლაპარაკებების პროცესს არ შველის, პირიქით ჩიხში შეყავს და ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს და რაღაცა რეალური შედეგი დაიდოს, პირიქით პოზიციები და მოთხოვნები უნდა იყოს შერბილებული ამ შემთხვევაში ირანისთვის. რა იგულისხმება ამ შერბილებაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტია, რომ პროცესი კიდევ ერთხელ შევიდა ჩიხში. თუმცა ვიყავით იმ მონაკვეთშიც, რომ წამი-წამზე, წუთი-წუთზე, საათი-საათზე უნდა დასრულებულიყო, აი მოლაპარაკებები შედგა, შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ და 10 დღე დარჩა ასევე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, სადაც ირანის ნაკრების მონაწილეობს ამ გახსენებაზე ყოველას დავისხათ. შესაბამისად ძალიან საინტერესოა ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორ ითამაშებს ირანი, საერთოდ რა პროცესები იქნება, იქამდე დასრულდება თუ არა მოლაპარაკებები და საერთოდ განახლდება თუ არა სამხედრო იერიშები. ესეც ძალიან საინტერესოა. შემდეგ როგორ დავაგდება FIFA და ფეხბურთის მეზობლები. ხო, ერთ დაუსრულებელ კონფლიქტს მიემატა მეორეც ამ შემთხვევაში
პირველი გამოდის მაინც რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც გრძელდება და გრძელდება. დასასრული არ ჩანს. მოლაპარაკებები საერთოდ არც არის დაწყებული და როგორც ჩანს ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან უნდა რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ზამთრის დადგომამდე. რადგანაც უკრაინა გრძნობს რომ ახლა არის უპირატესობაში, ეს უპირატესობა არის როგორც ბრული ბრძოლის ხაზზე პირდაპირ სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურადაც გაზრდილია ზეწოლა რუსეთზე არსებითად და ამავდროულად უკრაინამ მიიღო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი დასავლეთის მხრიდან, ამის 100 მილიარდი დოლარი ეგ და 100 მილიარდი დოლარი ხელწამოსაკრავი ფაქტორი ნამდვილად არ არის და ასევე ამ ყველაფერს ის ემატება რომ რუსეთს უკვე დაიწყო შიდა რყევები დაიწყო როგორც ფინანსურ ნაწილში უბრალოდ ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება და საიდან უნდა დაფინანსდეს გაუგებარია ამავდროულად უწევთ გადასახადების გაზრდა და კიდევ ერთი პრობლემა რაც რუსეთში ბოლო პერიოდში გაჩნდა არის ის რომ რეკრუტირება არის ძალიან რთული ახალი სამხედროებისა დიდ ადამიანებს არ უნდათ უკრაინის ფრონტზე წასვლა და დრონთან სიკვდილი დრონთან რომელსაც ვერც ხედავენ ისე კვდებიან შესაბამისად ტალიბანთან ხო გააფორმეს ორხრივი შეთანხმება ტალიბანი რასშველით ეგ არ ვიცი მაგრამ დიდად ფრონტის ხაზზე წამსვლელების სურვილები აღარ არიან ამას ისიც დაემატა რომ უკრაინამ ბოლო პერიოდში საერთოდ რობოტების გამოყენებას დაიწყო ბრძოლის წინა ხაზზე შესაბამისად უკრაინას აქვს ახლა ყველა უპირატესობა იმისათვის რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს უფრო კარგი კარტით როგორც ამას ტრამპი იტყო და რადგანაც როდესაც მოგესალმება ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში უვალდროფის ალბათ ის კადრები ცხოვრებაში არ დაგვაწყდება როგორ უთხრეს ზელენსკის რომ მას კარგი კარტი ამ წუთას არ ქონდა და ასე არ უნდა ელაპარაკა ახლა უკვე ზელენსკის აქვს ეს კარტი და დარწმუნებული ვარ ის გამოყენებასაც შეეცდება თანაც ძალიან ეფექტიანად რადგანაც ასეთი მომენტი შეიძლება უკრაინას აღარც კი ჰქონდეს პრინციპში რაც ახლა არის შექმნილი სოფლიოში ამას თუ დაემატება პრინციპში ნავთობის გაიაფებაც ოდესმე ჰორმუზის საკითხი მოგვარდება მაშინ უკვე უკრაინას შეიძლება კიდევ უფრო მეტი უპირატესობა ზექნეს და რუსეთი უფრო დიდ პრობლემებში გაეხვეს სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ გლობალ ავტო იმპორტი საქმეის აღამა დღეს ამი დასრულებულია მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე